მაყურებელმა ბოლო ვიდეოდან ან ტელეგრამიდან იცის, რომ რეალურად ახლა მუშაობ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და კომპლექსურ თემაზე, რომელიც არხის ისტორიაში სავარაუდოდ ყველაზე ხანგრძლივი იქნება, თუმცა მომიწია პატარა პაუზის გაკეთება, იმიტომ რომ უნგრეთში განვითარებული მოვლენები, კერძოდ კი საპარლამენტო არჩევნები ჩვენთვის საინტერესო არის, მით უფრო რომ პარალელების გავლება შეიძლება იქაურ ოპოზიციასა და ჩვენს ოპოზიციას შორის, ამიტომ ახლა იქნება ეს ვიდეო და რამდენიმე დღით დაიგვიანებს ის ვიდეო, რომელზეც მუშაობ. 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ამომრჩევლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. უნგრელმა ამომრჩეველმა ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია ფიდესის მმართველობა წარსულს ჩააბარა. ვიდეოს ჩაწერის მომენტში ხმების თითქმის 98%-ია დათვლილი, ოპოზიციის ლიდერს პიტერ მადიერს 54% აქვს, ხოლო ორბანის ფიდესს 37.7. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ორბანს უზარმაზარი საგარეო მხარდაჭერა ჰქონდა და მაგას მიმდინარეობის ლიდერები მას არჩევნების წინა დღეს სტუმრობდნენ, ესეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი მის გამარჯვებისთვის. ოპოზიციური ველი პრაქტიკულად სრულად აითვისა პიტერ მადიარმა, რომელმაც არამხოლოდ გაიმარჯვა არჩევნებში, არამედ 16 წლიანი ჰეგემონიის შემდეგ გამანადგურებლად დაამარცხა ორბანი. 2-3 წლის წინ ვიქტორის დამარცხება თითქმის შეუძლებლად ჩანდა. ორბანი დიდი პოპულისტია, მაგრამ ვერავინ დაუკარგავს სუპერ ალღოს და ინტუიციის უნარს, რომლითაც კარგად გრძნობს, საიდან უბერავს ამომრჩევლისთვის მიმზიდველი სიო. ზოგი გამოცემა პირდაპირ წერდა, რომ ორბანმა დაკარგა პოპულისტური ალღო. საქართველოში უნგრეთის არჩევნებს ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება დიდი იმედით შეეგება. გამოჩნდა, რომ არჩევნების გზითაც შესაძლებელია დომინანტი ძალის დამარცხება, რომლის ხელში არის მედიის დიდი ნაწილი, ფინანსები, რა თქმა უნდა, პარტაქტივი, თან საკმაოდ მძლავრი და არჩევნებზე ზემოქმედების სხვადასხვა ბერკეტები. დღეს ვისაუბრებთ, როგორ გაიმარჯვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარმა, რაზე გააკეთა აქცენტი, გავავლებთ პარალელებს მადიარსა და ჩვენს ოპოზიციას შორის, წარმატების რა რეცეპტის გადმოტანა არის შესაძლებელი საქართველოში და ზოგადად საერთოდ. რამდენად არის იმის ალბათობა, რომ იგივე შედეგი დადგეს აქაც. მოდით, ჯერ დავიწყოთ იმით, თუ ვინ არის საერთოდ პიტერ მადიარი, რომლის ირგვლივ ახლა დიდი ინფორმაციული ნაკადებია. მადიარის გზა პოლიტიკაში არ გავს იმ ამბავს, როდესაც საშუალო ან დაბალშემოსავლიანი ოჯახის შვილი გზას გაიკვალავს დიდ პოლიტიკაში. აბსოლუტურად პირიქით. 1991 წელს პიტერი დაიბადა ელიტარულ უნგრულ ოჯახში, მისი ბაბუა ერეშ პალი უნგრეთის უმაღლეს სასამართლოს მოსამართლე იყო და თან საინტერესო არის ეს მომენტი, რომ 70-ან 80-იან წლებში გახდათ პოპულარული რეიტინგული გადაცემის იურიდიული საქმეების წამყვანი. ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უნგრეთის სასამართლო სისტემაში. მადიარის ნათლია, ისე სხვათა შორის, მადიარი უნგრულად ნიშნავს უნგრელს. იმას ვამბობდი, რომ მადიარის ნათლია იყო მისი ბებიის ძმა, ასევე სამართალმცოდნე ფერენც მადრი. ფერენცი გაწევრიანდება ორბანის პარტია ფიდესში და 2005 წლებში იქნება უნგრეთის პრეზიდენტი. სხვათა შორის, ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. სკოლაში, როდესაც სწავლობდა დამამთავრებელ კლასებში, პარტია ფიდესის ახალგაზრდა ლიდერი ვიქტორ ორბანი ეწვია სკოლას და ეს იყო მადიარისა და ორბანის პირველი შეხვედრა. როგორც BBC-თან ინტერვიუში იხსენებს, მაშინ პიტერმა ორბანს შეკითხვაც კი დაუსვა, როგორ მოხდა ის, რომ ცოტა ხნის წინ იყავით ლიბერალური შეხედულებების პოლიტიკოსი, ახლა თვალსა და ხელშუა ხდებით მემარჯვენე. რაზეც ორბანმა ჩერჩილის მსგავსად უპასუხა, რომ ახალგაზრდობაში ნორმალური არის თუ მემარცხენე შეხედულებები გაქვს, მაგრამ როცა იზრდები, კონსერვატორი ხდები. ეს პასუხი ახალგაზრდა მადიარს მოეწონა. 2002 წელს უკვე მადიარი წევრიანდება ფიდესში და პარტიაში იწყებს მოღვაწეობას. ერთ-ერთ წვეულებაზე პიტერმა გაიცნო 25 წლის იუდიტ ვარგა, ასევე სამართალმცოდნე. 2006 წელს მათ იქორწინეს. დიდი ხანი იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ვარგა ორბანის ახლო გარემოცვაში მოიაზრება და ვიქტორი მას ენდობა. საბოლოოდ ეს პრაქტიკაშიც დამტკიცდა. 2019 წელს იუდიტი უნგრეთის იუსტიციის მინისტრი გახდა. მეტიც, იმ პერიოდში საუბარი იყო, რომ ორბანის მემკვიდრე ვარგა უნდა ყოფილიყო. მადიარი ორბანის პარტიაში რჩებოდა, მართალია წამყვან თანამდებობებს იკავებდა, მაგრამ უფრო ევროკავშირის მიმართულებით. კი ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზეც ემუშავა, მაგრამ სულ უარს ეუბნებოდნენ, იმიტომ რომ ნამეტანი ამბიციური და ნამეტანი დამოუკიდებელი იყო. 2023 წელს მადიარი და ვარგა განქორწინდნენ. ახლა ნახეთ რა ხდება. 2023 წელს უნგრეთში დიდი პოლიტიკური სკანდალი იყო. ქვეყნის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა შეიწყალა ენდრე კონი. კონი იყო პატარა ქალაქის საბავშვო ბაღის დირექტორის მოადგილე. 2 წლით ადრე კონის უფროსი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს, ხოლო თავად ენდრეს ედავებოდნენ, რომ მსხვერპლების ოჯახის წევრებზე წნეხით მოქმედებდა და ამ გზით დანაშაულის დამალვას უბიძგებდა.
ამბავი მხოლოდ 2024 წელს გასაჯაროვდა და ეს იყო სრული შოკი. როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ორბანის ზოგიერთი ამომრჩევლისთვის. განსაკუთრებით იმედგაცრუებულები იყვნენ ის მემარჯვენეები, რომლებიც ორბანს აძლევდნენ ხმას. ისინი მთავრობას ედავებოდნენ, რომ შემთხვევით თქვენი მემარჯვენეობა ტყუილი ხომ არ არის. როგორ შეიძლება ერთი მხრივ გვესაუბრებოდეთ ოჯახური ღირებულების დაცვაზე და მეორე მხრივ ასეთ დანაშაულს ხელს აფარებდეთ? პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში გადადგა. უნდა ვაღიაროთ, რომ ორბანის გუნდმა დანაშაულის მიჩქმალვა სცადა, მაგრამ წნეხი ნამეტანი დიდი იყო. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ასევე განაცხადა იუდიტ ვარგამ, რადგან შეწყალების დოკუმენტზე მისი ხელმოწერაც იყო. პრეზიდენტის გადადგომიდან რამდენიმე საათში პარტიისა და სახელმწიფო თანამდებობის დატოვებაზე დაწერა პიტერ მადიარმაც. შემდეგ დღეს პიტერი ეწვია YouTube არხ პარტიზანს და თითქმის 2 საათიანი ინტერვიუს შემდეგ ფიდესის არც თუ ისე პოპულარული წევრიდან ოპოზიციის ლიდერად ტრანსფორმირდა. რამდენიმე წელი ეძებდა საზოგადოება ღრმა იდეების მქონე ლიდერს და ყოველ ჯერზე ძველი ოპოზიციონერები რჩებოდა ხელში. ახლა კი უცებ ახალი სახე გამოჩნდა. ვიდეო მალევე დააგროვა 2 მილიონი ნახვა, რაც 10 მილიონიანი ერისთვის შთამბეჭდავი შედეგია. ის ყვებოდა ორბანის კორუმპირებულობაზე. მოსახლეობამ ამის შესახებ ისედაც ყველაფერი კარგად იცოდა, იმიტომ რომ არსებობდა დამოუკიდებელი საგამოძიებო სიუჟეტები, მაგრამ პირველად მოისმინეს სისტემის შიგნიდან დანახულ ცოდვებზე. მადიარი მათთვის პოზიციონირდა არა როგორც რევოლუციონერი, არამედ ინსაიდერი, რომელმაც კარგად იცის, როგორ მუშაობს სისტემა, როგორ არის ერთმანეთში არეული პოლიტიკა, სპეცსამსახურები და ბიზნესი. ამის შესახებ პიტერმა ისაუბრა ძალიან თამამად და ღიად, რითაც მოიპოვა საზოგადოების დიდი ნდობა. პიტერს საკუთარი პარტიის შექმნა უნდოდა, მაგრამ 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ეს ამბავი იურიდიულად ფიზიკურად ვეღარ მოესწრებოდა. ამიტომ განაცხადა, რომ ის და მისი მომხრეები კენჭს იყრიდნენ პატივისცემა და თავისუფლების იგივე ტისას პარტიიდან. ტისა იყო მოკრძალებული, ძალიან უბრალო პარტია. ორმა მოხუცმა მეგობარმა დააარსა და მადიარის მოსვლამდე უნგრეთში დადიოდნენ და ამ პატარა მოგზაურობის შესახებ ყვებოდნენ. ტისა ასევე მდინარეც არის, რომელიც უნგრელებისთვის წარსულის ნოსტალგიასაც იწვევს. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე ტისამ 30% მიიღო. მადიარის ჩათვლით 7 წევრი შევიდა ევროპარლამენტში. ყველასთვის ნათელი ხდებოდა, რომ შემდეგი იქნებოდა 2026 წლის უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები. სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, კიდევ ერთი დეტალი არის, რომელიც უნდა იცოდეთ, მადიარისა და მისი მეუღლის დაპირისპირება. 2023 წელს განქორწინებამდე 2 თვით ადრე მადიარმა მისი და მეუღლის საუბარი სამზარეულოში ჩუმად ჩაიწერა. ვარგა, ანუ მისი ცოლი, ყვებოდა, რომ პროკურატურაში კორუფციულ საქმიანობაზე მგრძნობიარე დოკუმენტების წაშლა მიმდინარეობდა. იუსტიციის მინისტრი, ანუ ცოლი, ამბობდა, რომ უნგრეთის ხელისუფლება მაფიოზურ სისტემად ჩამოყალიბდა, საიდანაც გასვლა მარტივი აღარ არის. როგორც კი გავრცელდა ეს ჩანაწერი, ორბანის ოპონენტებისთვის დამატებითი სივრცე გაჩნდა, რომ ეკრიტიკებინათ და სისტემის მოშლილობაზე ესაუბრათ, ხოლო იუდიტმა ის თქვა, რომ მთელი წელი ამ ჩანაწერით მაშანტაჟებდა და თავის მიზნებისთვის გამომიყენაო. ეს გააკეთა იმ ადამიანმა, რომელსაც ყოველ ჯერზე ახალ ჩანს ვაძლევდი, ის კი საშინლად და მოძალადეობრივად მეკცეოდაო. ამის შემდეგ იყო უკვე ურთიერთბრალდებების გაცვლა. მადიარმა Facebook-ზე ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც საუბრობდა, რომ 18 წლიანი თანაცხოვრების პერიოდში აბსოლუტურად ყველაფერი უნახავს, მაგრამ არასდროს მისი შვილების დედაზე ხელი არ აუწევია. სამაგიეროდ იყო პირიქით, მადიარის თქმით. ცოლი მას ცემდა როგორც ხელით, ასევე მუშტით, ასევე ფეხით, ზოგჯერ მოწმეების თვალწინ, ზოგჯერ დახურულ კარს მიღმა. ორბანმა ამაზე მცირე კომენტარიც გააკეთა, მან თქვა, რომ მე დაკავებული ვარ სახელმწიფოს მართვით და არა საპნის ოპერების გარჩევითო. ახლა გადავიდეთ არჩევნებზე. ყველას კარგად გემახსოვრებათ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და როგორი წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა ქართულ ოცნებას. ძირითადად ისინი ტრიალებდნენ რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ და მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა მიმართული იყო ოპოზიციის დემონიზებისკენ, რომ თუ არჩევნებში ქართული ოცნება დამარცხდებოდა, მაშინ საქართველო ომში ჩართული აღმოჩნდებოდა. ასევე ოპოზიციური ძალები გამოაცხადეს ომის პარტიად. 2022 წელს ჯერ კიდევ როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაწყებული არ იყო, მაგრამ სიტუაცია იძაბებოდა, არჩევნებზე ორბანის მთავარმა ოპონენტმა პიტერ მარკიზაიმ პარტიზანთან საუბარში განაცხადა, რომ უნგრეთმა შესაძლოა უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს, თუ ამას თავის მოკავშირე მეზობლებიც იზამდნენ. როცა კითხეს დახმარება გულისხმობდა თუ არა ქვეითი სამხედროების შესვლას უკრაინაში, მან განაცხადა, რომ თუ ნატო ასე გადაწყვეტდა, შეიძლება სამხედროებით შეეყვანათ.
იქვე დაამატა, რომ ამის შესახებ ახლა საერთოდ არ არის საუბარი. მისდა საუბედუროდ ზუსტად მეორე დღეს რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. მთელი დღეები სახელმწიფო მედიები დაათრევდნენ მის ამ ვიდეო მონაკვეთს და ამბობდნენ, რომ აგერ ოპოზიციას უნგრეთის ომში ჩართვა სურდა. ორბანმა დაინახა, რომ მის ამომრჩეველზე ასეთი პოპულიზმი დადებითად მოქმედებდა და ხალხს უნგრეთის ომში ჩათრევის დააჯერა. ორბანმა ეს შიში კიდევ უფრო გააღვივა, როცა წინასაარჩევნო კამპანიაში აჟღერებდა იდეას, რომ თითქოს უნგრული ოჯახებიდან შვილებს პირდაპირ ომში წაიყვანდნენ. ოპოზიციის ნაწილი რუსეთისთვის უფრო მტკიცე სანქციების დაწესებას ითხოვდა, ხოლო ნაწილი თანახმა იყო ნატოს იარაღის ტრანზიტს უნგრეთზე გაევლო, როგორც ამას მაგალითად პოლონეთი აკეთებდა. ორბანი ადამიანებს ეუბნებოდა, რომ ოპოზიცია მოქმედებს სხვისი, ამ შემთხვევაში ბრიუსელის ნებიდან გამომდინარე, ხოლო თავად დარჩებოდა ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და მხოლოდ ამ ჭრილიდან მიიღებდა ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ვიქტორმა საბოლოოდ შექმნა ცრუ მოცემულობა, რომ ოპოზიცია იზიარებს ნატოს ნებას, ნატოს ნება არის ომი, მაშასადამე ოპოზიციას უნდა ომი. ორბანის მთავარი მიზანი იყო, რომ უნგრულ ოპოზიციას ერთი იარლიყი ჰქონოდა. ეგენი ყველა ერთი მხარეა. ოპოზიციურ კოალიციას კი ომის პარტიის სახელს უქმნიდა. ერთიანის სახე შეუქმნა და ეს იმიჯი ომის შიშთან ასოცირებული გახადა. ნაცნობი სიტუაცია ხომ? მე ეს პრაქტიკა აქაც დაიტესტა და შედეგი კი იცით. მთავრობას ყავს თავის პოლიტექნოლოგების ანალიტიკური გუნდი, რომელიც სხვა ქვეყნების გამოცდილებას სწავლობს. მერე იქიდან აქ გადმოაქვთ რაღაცეები და ცდიან. რა თქმა უნდა, რომ ისინი უნგრეთის არჩევნებს დააკვირდებოდნენ, იმიტომ რომ ომით манипуლირება აქაც ეფექტიანი აღმოჩნდა. სამაგიეროდ ამას არ აკეთებდა ოპოზიცია, რომელსაც სხვა ქვეყნის გამოცდილება კი არა, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებიც კი არ ჰქონდა შესწავლილი. ამას დაუბრუნდებით. 2026 წლის არჩევნები შედარებით სხვა ობიექტური გარემოებებით იწყებოდა. ნახეთ, ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს ობიექტური გარემო, რაც აშკარად არის და ვერანაირი საარჩევნო კამპანიით ვერ გადაფარავ და არის ისეთი გარემოებები, რომელიც კამპანიით შეგიძლია შექმნა ან წარმოაჩინო. უნგრეთში მძიმე ეკონომიკური ფონი არსებობდა და ეს იყო ობიექტური გარემოება. უნგრეთის ეკონომიკას საუკეთესო პერიოდი არ ედგა. უმუშევრობის მაჩვენებელმა ბოლო 10 წელში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ეკონომიკურმა ზრდამ გასულ წელს კი მხოლოდ 0.4% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება პოლონეთის, ბულგარეთის და რუმინეთის შედეგებს. ამას ემატებოდა კორუმპირებული მთავრობა და ნეპოტიზმი. ანტიკორუფციულ რიტორიკას ჰქონდა დიდი როლი მადიარისა და ზოგადად ტისას წინასაარჩევნო კამპანიაში. 2010 წლიდან ორბანმა მოახდინა ძალაუფლების ცენტრალიზაცია, ლოიალისტებს მიანიჭა უპირატესობა და მოასუსტა სასამართლო სისტემა. ასევე დამოუკიდებელი მედია საშუალებები და აკადემიური დაწესებულებები შეზღუდა. მადიარს კი პოპულისტური კამპანია ჰქონდა, რამაც საზოგადოებას იმის საშუალება მისცა, რისი მოსმენაც უნდოდათ რომ მოესმინათ. ორბანი პრობლემის მოგვარების ლოგიკურ გზას კი არ სთავაზობდა ელექტორატს, არამედ ლექციებს კითხულობდა იმის შესახებ, რომ ნაციონალური და ქვეყნის სუვერენული ინტერესების დაცვა უნდა ხდებოდეს და უნგრელი მოსახლეობის ხელში იყოს უნგრეთის პოლიტიკური და კულტურული ბედი. რაც შეიძლება სწორი არის და ასეც უნდა ხდებოდეს, მაგრამ საბოლოოდ მოსახლეობა ხვდებოდა, რომ ეს ხმამაღალი ლოზუნგები, ორბანის ლექციები უბრალოდ ამტკიცებდა ორბანის პოპულიზმს. მუდმივად არ გაჭრის ეროვნულ ინტერესებსა და გარეძალების ჩარევაზე საუბარი მაშინ, როცა მთავრობა იხჩობა კორუფციაში. არ არის ლოგიკური ერთი მხრივ საუბრობდე ეროვნული ინტერესების დაცვაზე და მეორე მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტს ფლანგავდე. ადრე თუ გვიან საკუთარი ამომრჩეველიც მიგიხვდება, რომ უბრალოდ იტყუები. ეს ეკონომიკური და კორუფციული პრობლემები რეალურად არსებობდა. ამას ვერ უარყოფს ორბანის ვერც ერთი მხარდამჭერი. შემდეგი მიზეზი არის ის, რომ ორბანმა მადიარს ვერ მოახვია თავის წესები უშუალოდ პროუკრაინელი კანდიდატის იარლიყის მიწებებაზე. ეს კარგად გამოუვიდა მარკიზაის შემთხვევაში. სამთავრობო და პარტიული პროპაგანდა მაქსიმალურად ცდილობდა მადიარი წარმოეჩინა ზელენსკის მარიონეტად. ისე ცოტა ირონიული არა, ზელენსკიზე ჯერ ამბობდნენ, რომ ამერიკის მარიონეტია, შემდეგ ამბობდნენ, რომ ევროპის მარიონეტია, ახლა ზოგიერთ პოლიტიკოსს უწოდებენ ზელენსკის მარიონეტს. თუმცა მადიარი ავლენდა პრინციპული ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსის უნარებს. 2026 წლის მარტში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას მკაცრად გამოეხმაურა. ევროკავშირის 90 მილიარდიანი დახმარების დაბლოკვის გამო ზელენსკი ორბანს უკრაინელი სამხედროებით დაემუქრა. მადიარმა კი განაცხადა, რომ არც ერთ სხვა ქვეყნის მმართველს არ აქვს უფლება დაემუქროს რომელიმე უნგრელს, მათ შორის არც ორბანის მთავრობას და არც ტისას მომავალ მთავრობის წევრს.
ზელენსკის მოუწოდა, რომ აეხსნა თავის სიტყვები და ბოდიში მოეხადა უნგრელი ხალხის წინაშე. უკვე აქ არის მადიარსა და ჩვენს ოპოზიციას შორის არსებითი სხვაობა. ჩვენმა ოპოზიციამ ისიც კი ვერ გააცნობიერა, სად გადის ლოგიკური ზღვარი უკრაინის პრეზიდენტის მხარდაჭერას, სოლიდარობას და სახელმწიფო ინტერესების ზიანს შორის. მაშინაც კი, როცა ჩვენი ელჩი გააძევეს, არც ერთ ოპოზიციონერს არ გაუკეთებია მხარდასაჭერი განცხადება. მესმის, რომ მათ შეიძლება სძულთ მთავრობა, მაგრამ ელჩმა რა დააშავა, რომელიც შენი ქვეყნის მოქალაქეა და ის თავის უფლებამოსილებას ასრულებდა, უფლებამოვალეობას ასრულებდა და დამამცირებლად გამოაძევეს ქვეყნიდან. ეგ ელჩი როგორ გააძევეს, იცით? მე გეტყვით. არასრული 3 დღე მისცეს და უთხრეს, რომ როგორც გინდა ამ ვადებში ჩაეტიე, აბარგდი, დაასრულე შენი აქაური ცხოვრება და შენი ფეხი აქ აღარ იყოსო. ოპოზიციიდან ერთადერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მის ინტერესებს და უფლებებს დაიცავდა. ან რადაც უნდა ელემენტარული კომენტარი უნდა გაეკეთებინა, სხვა არავინ არაფერს ითხოვდა. თან ელჩია ბოლო-ბოლო არც პროპაგანდისტია, არც სპიკერი არის. მადიარისთვის მისი მთავარი ოპონენტის ინტერესების დაცვა უფრო უზენაესი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენი ოპოზიციისთვის ელჩის. მეცაც გეტყვით, ზოგიერთი მათგანი პირიქით ზეიმობდა, ეს რა მაგარი ამბავი მოხდაო. ჩვენთან იმდენად არის უკვე ყველაფერი არეული, ვერ იგებენ, რომ ჯერ უნდა დააყენო პირველ ადგილზე შენი ქვეყნის მოქალაქე, შენიანი მისი უფლებები, ინტერესები და მერე შეგიძლია აქო დაადიდო სხვა ქვეყნის ლიდერები. მაგრამ ჩვენთან ეს უკვე თითქოს რაღაც ნორმად იქცა. მადიარი, რა თქმა უნდა, ამ გზით არ წავიდა. არ წავიდა იმიტომ, რომ შეიძლება მართლა ისე ფიქრობდა, რასაც ამბობდა, ან უბრალოდ წინ დახედული იყო და არ გაიმეორა მარკიზაის შეცდომები. არანაირი ობიექტური მიზეზი არ დაუტოვა ორბანის პროპაგანდას, რომ პროუკრაინელ კანდიდატად პოზიციონირებულიყო. მეტიც, რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა კიევის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას ან იარაღის გაგზავნას. შემდეგი ნაბიჯი, მკაცრი პარტიული საკომუნიკაციო ხაზი. მადიარმა ისე გააკეთა, რომ საინფორმაციო ველზე თვითონ იყო მთავარი და მის ირგვლივ ააშენა კომუნიკაციები. პარტიაში კი სულ რამდენიმე ადამიანს დართონება, რომ მედიასთან ეკეთებინათ კომენტარები. ჯერ ისედაც პარტიის ლიდერი რომ მთლიანი საარჩევნო კამპანიის დროს უშეცდომოდ დარჩეს და სისულელი არაფერი თქვას, ეგ არის ურთულესი და მით უმეტეს შედარებით დაბალი რანგის პოლიტიკოსისგან მოსალოდნელია რაღაც ისეთი თქვას, რომ იმ წამსვე სოციალურ ქსელებში ოპონენტებმა არ აიტაცონ და არ დასცინონ. საქართველოში მოსალოდნელი კი არა, პირიქით, გარდაუვალია. მაგალითად, აი პირობითად, მამუკა ხაზარაძე ცდილობს იყოს სოლიდური, მაგრამ მერე ალეკო ელისაშვილი ისეთ განცხადებას გააკეთებს, ან ისეთ TikTok-ს გადაიღებს, რომ ხაზს გადაუსვამს სოლიდურობას. იგივე ითქმის ხელისუფლებაზეც. შეიძლება ირაკლი კობახიძე ცდილობს იყოს წარმომადგენლობითი, მაგრამ მერე ირაკლი ზარქუა სადმე ისეთ ქუჩური ლექსიკით დაიწყებს საუბარს პოლიტიკაზე, რომ ხაზს უსვამს სერიოზულობას. მადიარმა ამ ყველაფრისგან თავი დაიზღვია. უნგრეთი იქნება თუ საქართველო დიდად აზრი არ აქვს. პოლიტიკოსები მაინც იტყვიან სისულელებს, რასაც მოწინააღმდეგე მხარე გამოიყენებს სათავისოდ. ამის აღკვეთა შეუძლებელია, მინიმიზირება შესაძლებელი, რაც გააკეთა მადიარმა. შესაბამისად, ბევრად ნაკლები კრიტიკა მიიღო ოპონენტებისგან. ფაქტობრივად დაცინვის საბაბი არც მიუცია. ბოლო, მაგრამ არანაკლები, მეტიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მადიარმა გააკეთა, ეს იყო ოპოზიციის სრული განეიტრალება. ჯერ კიდევ, როდესაც ორბანის თანაპარტიელი იყო, მაშინ მიხვდა, რომ ოპოზიციური კოალიცია არის არაერთიანი, დაბალშედეგიანი და არაპროგნოზირებადი. მაშინ 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მარკიზაის კოალიცია ფაქტობრივად არჩევნების წინადღეს დაიშალა. ჩანაფიქრი იყო ორბანის ერთადერთი ძლიერი მოწინააღმდეგე თვითონ ყოფილიყო. ის ფიქრობდა, რომ ოპოზიციაში აუცილებლად არიან ვიღაცები, ვინც ორბანის სასარგებლოდ თამაშობენ და საერთოდ უარესი ვიღაცების საბოტაჟს მოაწყობდნენ. ანუ პიტერის ლოგიკა ემყარებოდა იმას, რომ ორბანს ოპოზიციონერების ნაწილი მოსყიდული ჰყავდა. გავს თუ არა ეს ქართულ ოპოზიციას, კი ბატონო, სავარაუდოდ აქაც ასე იქნება. ამიტომ თავის პარტიაში ძველი ოპოზიციური სახეები არ შეიყვანა, ხოლო დანარჩენები აიძულა ტისას წესებით ეთამაშათ. მარტში ამის შესახებ ტელეგრამზე პოსტიც მეწერა, ახლა აღაც ვისაუბრებ, მაგრამ ჯერ უნდა ვთქვა ერთი პატარა მოცემულობა. ჩემი აზრით, ქართული პოლიტიკური კულტურიდან უნდა გაქრეს რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებით მთავრობის დამხობის იდეები, მით უფრო მათი რომანტიზება აქტივისტებში. თუ დაუკვირდებით, საზოგადოებაში ამ იდეებს აწვეთებენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სამყაროში ყველაზე სამართლიან არჩევნებშიც ვერ მოუგებენ მთავრობას. ამიტომ მათთვის ერთადერთი გზა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, რჩება რევოლუცია. ეს ამომრჩეველმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააცნობიეროს. მთელი ეს წლები შანსი რომ არ მიეცა საზოგადოებას ამ ოპოზიციისთვის, კიდევ იქნებოდა განხილვის სივრცე, მაგრამ
ხო ყველა კარგად ხედავს, რომ ერთი და იგივე წრეზე დადის ოპოზიცია. ერთი და იგივე ალიანსები, სახეები, გეგმები, განცხადებები, მიძინას მოსკოვში გაქცევის სცენარები, ევროკავშირიდან გამოსული მადლი და ასე შემდეგ. ჩემ ვიდეოებში მე უფრო ხშირად ვაკრიტიკებ ოპოზიციას. იმიტომ რომ მე ასე ვუყურებ საკითხს. თუ შენ არ მოგწონს მთავრობა, ერთადერთი ვისაც შეუძლია მთავრობა შეცვალოს, ეს არის ოპოზიცია. მაგრამ თუ ხედავ რომ არსებულ ოპოზიციას არ აქვს ამის რესურსი, მრავალგზის დასრულები არიან, არათანმიმდევრულები, უპრინციპოები, შესაბამისად ჩემი კრიტიკაც მიემართება იქით. ეს კარგად იცოდა მადიარმაც. იქაც იგივე იყო. ყელში ჰქონდა ხალხს ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე მიდგომები, ამიტომ ჯერ ეგ ხალხი მოაშორა ჯანსაღველს. მადიარი ვინმე განსაკუთრებული კი არ არის, უბრალოდ პროგრამა მინიმუმი შეასრულა კარგად. Telegram-ის პოსტში ვახსენე ერთი ასეთი ტერმინი gatekeeper-ი. საბრძოლო ხელოვნების ფანებმა კარგად იციან ეს რასაც ნიშნავს. ნახეთ, ათეულში უფრო 5-დან ზევით არიან ვეტერანი მებრძოლები, რომლებსაც აქვთ ბევრი მოგება, ბევრი წაგებაც, ტექნიკურად მეტნაკლებად დაბალანსებული არიან, მაგრამ აღარ აქვს იმის რესურსი, რომ გახდნენ ჩემპიონები. სამაგიეროდ საკმარისად კარგები არიან, რომ ახალბედა პერსპექტიული მებრძოლები გააფუჭონ. გაფუჭებაში რას გულისხმობ? როდესაც 37 წლის ჩამოწერილ მებრძოლს ხდება 22-23 წლის ახალგაზრდა სპორტსმენი, შესაძლებელი არის ვეტერანმა დაამარცხოს ახალგაზრდა და ამით მის კარიერას დიდი ზიანი მიაყენოს. ანუ gatekeeper-ები საკმარისად ცუდები არიან, რომ ჩემპიონები ვეღარ გახდნენ, მაგრამ ზოგჯერ სათანადოდ კარგები არიან, რომ პერსპექტიული მებრძოლების კარიერა გააფუჭონ. ასე არის დღევანდელი ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოში. დღეს საქართველოში გვაქვს მთავრობა, ტრადიციული ოპოზიცია და შედარებით მცირე ოპოზიციური ძალები, რომლებიც არ თანამშრომლობენ ტრადიციულ ოპოზიციასთან. მათ იმდენი მიხვედრილობა და წინდახედულობა აქვთ, რომ კარგად იციან, თანამშრომლობა ტრადიციულ ოპოზიციასთან თვით ლიკვიდაციის ტოლფასია. ამ პატარა ძალებისთვის იქნება ეს გირჩი, სართული, კონსერვატორები თუ სხვა ნებისმიერი ყველაზე რთული არის ბრძოლა, იმიტომ რომ ისინი არიან არამხოლოდ მთავრობის წინააღმდეგ, არამედ ტრადიციული ოპოზიციის წინააღმდეგაც. აი ეს ტრადიციული ოპოზიცია ამ მცირე ძალებისთვის არის ერთგვარი gatekeeper-ი. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე იმდენი რესურსი აქვს, რომ ისინი დაჭრდილოს და გააშაოს, მაგრამ არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნებში დაამარცხოს მთავრობა. თუ დაუკვირდებით, ეს პატარა ძალები როგორც კი განვითარების კონკრეტულ დონემდე მიდიან, მერე ორივე მხარე, ანუ ტრადიციული ოპოზიციაც და მთავრობაც იწყებს მათ გაშავებას. ამ შემთხვევაში ამ პატარა ძალებს რაც შეეხება, მე არ ვსაუბრობ რომელი არის დადებითი ჩემთვის, რომელი არის უარყოფითი, არც მათ იდეოლოგიებზე არაფერი მსგავსი. მე უბრალოდ პერსპექტიულ პარტიას ამ შემთხვევაში, ამ კონტექსტში უწოდებ ძალას, რომელსაც აქვს შეზღუდული ფინანსური რესურსები, შეზღუდული მედია მხარდაჭერა, პატარა ელექტორატი, ძირითადად სოციალურ მედიაში ახერხებენ მოღვაწეობას, ან საკუთარი მედია რესურსები აქვთ, მაგრამ კონკრეტული საარჩევნო შედეგის დადება შეუძლიათ. პარალელურად gatekeeper-ებში სიტუაცია უცვლელია. იგივე წრეზე სიარული, იგივე გაერთიანება, ამაო დაპირებები, იგივე სახეები და ასე შემდეგ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალე გავა 2 წელიწადი. ამ 2 წლის განმავლობაში სულ არსებობდა შეკითხვა. საიდან მოიტანა გვარამიას პარტიამ 10 თუ რამდენი მილიონიც იყო. გახსოვთ ალბათ გირჩის დებატებში მელიას მოწყობილი ცირკი და პასუხზე არიდების მცდელობები. რას სულელია მაკა ეს რა სიგიჟია, რა საკეთებს ეს კლოუნია. დამცირებული ხო? ეს კლოუნია. მთელ ქვეყანაში სულ 2 ძალა იყო, რომელიც არ ინტერესდებოდა საიდან გაჩნდა ეს მილიონები. ერთი თვითონ პარტია ახალი, რომლის ლიდერები თავიანთ ხალხსაც კი არ თვლიდნენ ღირსად, რომ აეხსნათ საიდან მოიტანეს და მეორე პოლიტიკური ძალა, რომელიც ხმას არიღებდა ამ მილიონების შესახებ, იყო ქართული ოცნება. მე იმას არ ვამბობ, რომ ეს რაღაც შეთანხმებული იყო, მე ამის არც მტკიცებულება მაქვს, არც უარყოფ, არც ვადასტურებ, უბრალოდ სულ სხვა რაღაცის თქმა მინდა. როცა მიიღეს გამჭვირვალობის კანონი, თეთრებს დასდევდნენ და ისე სწავლობდნენ ტრანზაქციებს და ხალხს იბარებდნენ და თითო გადაცდომილ ლარზე განმარტებას თხოვდნენ. თუმცა მოწმენდილი ციდან გაჩენილ მილიონებზე ხმას არ იღებდნენ. რამდენი ბრიფინგი მიუძღვნა შალვა პაპუაშვილმა NGO-ებს და მათ ფულს და ერთი არ ახსენა ამ 10 მილიონზე. ასევე, აი საუბარში ჩნდება კითხვა, რომელიც უფრო ქართული ოცნების ამომრჩევლისკენ არის მიმართული. სად არის ის ინიციატივა, რომლის მიხედვით ნაცმოძრაობა უნდა აკრძალულიყო? გეტყვით, 9 მარტს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან ნაცმოძრაობის აკრძალვის არჩევი გაიტანა უკან, რადგან ცვლილებებს საჭიროებს. ანუ ნაცების ვითომ აკრძალვა ისევ გადაიდო. არის თუ არა ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში? რიტორიკული კითხვაა. ფაქტია, მთავრობას აწყობს ეს ეგრეთ წოდებული gatekeeper-ები ოპოზიციაში ყავდეს, იმიტომ რომ ამით კომფორტულ ბუფერს ქმნის მასსა და ახალ ოპოზიციურ ძალებს შორის. ეს gatekeeper-ები კი აფუჭებენ მთლიანად ველს, არც ახალ ძალებს უშვებენ წინ და არც თვითონ აქვს რამის თავი. ამიტომ
ამ ახალ ძალებს პირველ რიგში მოუწევთ ტრადიციული ოპოზიციის დამარცხება და ველის გაჯანსაღება. ასევე ნახეთ, მადიარი როგორც უკვე გითხარით, დიდად ორბანისგან გამორჩეული არ არის. ისიც ისეთივე მემარჯვენე პოპულისტია. ეს არ გამორიცხავს, რომ სწორი ხედვები აქვს. პირიქით, მაგალითად, მკაფიოდ აწვება LGBT უმცირესობის პროპაგანდის შეზღუდვას უნგრეთში, რაც ჩემი აზრით მისასალმებელია. ამას აკეთებდა ორბანიც. უბრალოდ მადიარი არ არის გაფუჭებული დაბინძურებული პოლიტიკოსი. როცა ის კორუფციაზე საუბრობს, ზურგს უმყარებს ის, რომ ის ან მისი თანაპარტიელი წარსულში, იგივე დანაშაულში არ არის მხილებული. აი ახლა რაზეც უნდა ვისაუბრო, ეს ეხება ორივე ძალის ამორჩევას, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის. და საერთოდაც სიმართლე გითხრათ, ესეც უკვე ძალიან მომაბეზრებელი არის, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე გვიწევს მაინც პარტიულ ჭრილში აზროვნება და შეფასება. როცა ქვეყანაში რაღაცები არის ისეთი, რასაც არ უნდა პარტიულ ჭრილში შეფასება და უნდა ითქვას, რომ ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას, უნდა ითქვას, რომ ეს არის სისულელე, სტოპ, შეწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ ხმა მოგეცი, გეუბნები, რომ შენ აკეთებ სისულელეს და ხარ მავნებელი. მაგრამ ჩვენ იმდენად ვართ ჩვენ სიმართლეში დარწმუნებული და ჩვენი გაკეთებული არჩევნის ახსნა განმარტებაში ისეთ აზარში ვართ შესული, რომ საერთოდ აღარ გვადარდებს ასეთი საკითხები, რომელიც პირდაპირ ეხება ეროვნულ ინტერესს. კახეთში კუდიგორის მთა, როგორც მთის ამბების ვიდეოშია ნათქვამი, ქართული ოცნების დეპუტატის ან მასთან დაახლოებული ოჯახის წევრებმა მოჭრეს. არ მოგესმათ, ანუ ტიპებმა მთა მოჭრეს. ქართული ოცნება ხომ ის პოლიტიკური ძალა არის, რომელიც ვითომ ეკოლოგიაზე ზრუნავს და ამით მანქანების იმპორტის შეზღუდა. მაგრამ მე ხომ გადააკეთეს ეგეც, კაი, თუ გადაიხდი ფულს, ვის რა შეადარდებს ეკოლოგია, შემოიყვანე რომელი მანქანაც გინდა. ხო და ამავე პარტიის წევრის ახლობელმა მოჭრა მთა. ვინც ყვარელი თელავის მონაკვეთს გაივლით, თუ არ შეგინიშნავთ, დააკვირდით. მთა არის გადაჭრილი და რაღაც ობიექტის მშენებლობაა დაწყებული. მთავრობის მხარდამჭერებიდან არავის არ იყო იმის გამბედაობა, რომ გამოსულიყო და ხმამაღლა გაეპროტესტებინა, რომ რას აკეთებთ, რა სისულელეა ეს, ან საიდან გაქვთ ასეთი ჩეჩნური სტილის განდიდების მანია. ოპოზიციას რაც შეეხება, ტრადიციული ოპოზიციიდან არავინ დარჩა ეგეთი ადამიანი, ვინც შეძლებს გამოვიდეს, გააპროტესტოს ეს ამბავი და არავინ წამოაძახოს, რომ შენ რას ლაპარაკობ, კაცო, შენ ხომ იმ ადამიანის პარტიის წევრი ხარ, რომელიც წარსულში ასევე ფულს იპარავდა, კორუფციაში იყო, სახელმწიფო ბიუჯეტს ფლანგავდა და ასე შემდეგ. და ასე დაკომპლექსებულები არიან და შესაბამისად ჩუმად ყოფნა ურჩევნიათ, იმიტომ რომ რეპუტაცია ტრადიციულ ოპოზიციას ზურგს არ უმყარებს. ახალი ოპოზიციონერების წინაშე კი იმდენი ფორმალური და არაფორმალური პრობლემაა, რომ რესურსიც არ აქვთ სათანადოდ ჩაერთონ ასეთ ამბებში. ასევე ოპოზიცია რასაც აკეთებს ამ მომრჩეველთან მიმართებაში, რომ 3 წელი არ ახსენდება, რომ თურმე რეგიონშიც ხალხი ცხოვრობს და მხოლოდ არჩევნების წელს ჩადის და ესაუბრება, ჩემი აზრით ეს არის შეურაცხმყოფელი. ეს ნიშნავს, რომ 3 წელი არ მაინტერესებს რა ხდება, აი ბოლო წელი რომ მოახლოვდება, ჩამოვირბენ, მოგიყვები რაღაც ზოგად სისულელეებს, მაგალითად, ნატო როგორ დაგვიცავს, მერე რა თუ შენ აბსოლუტურად სხვა პრობლემები გაქვს, მერე რა თუ სხვა გამოწვევები გაქვს, მე რაც დამავალეს, იმას მოგიყვები, დავიწერ პლუს, თავს არ ავიტკიებ და წავალ. არ შემოგთავაზებ შენ და არ დავინტერესდები რეალურად რა გამოწვევები გაქვს, როგორ შემიძლია რომ მე შენთან ჩამოვიდე, დავსხდე, ვისაუბრო, ერთად დავსახოთ ამ გამოწვევების მოგვარების გზები და რაღაც ლოგიკურ გადაწყვეტამდე მივიდეთ, ამას არ გავაკეთებ. ასევე დაგაჯერებ იმასაც, რომ ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, რომ იქ თვითმმართველობაში ყვავდეს ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც დაიცავს შენ ინტერესებს, შენ უფლებებს, დაგაჯერებ ამაშიც, რომ არ გვჭირდება. დამიჯერე, შენთვის ვი არის ეს კარგი იქ რომ არ გვიზის ადამიანი. აი, ასეთ რაღაცებს აკეთებს დღეს ოპოზიცია. ძალიან დიდი გამოწვევა ექნება საქართველოში ახალ ოპოზიციას და ამ ოპოზიციასთან ჩვენ, ამ მომრჩეველსაც. ახალმა ოპოზიციამ ჯერ უნდა დაგვანახოს ძველის დამსხვრევის რეალური გზა, რომ იმან ხელი აღარ შეუშალოს აღარასდროს. ერთხელ და სამუდამოდ გააქროს ეს ხალხი, ან დაჩრდილოს. ამას როგორ გააკეთებენ, უცნობია. იმიტომ რომ როცა დაიწყებენ, ორივე მათ შეუტევს. გარდაუვალი იქნება ეს პროცესი. ძველს შეცვლა და საკუთარ შეცდომებზე სწავლა არ უნდა. მადიარმა საკუთარზე კი არა, საერთოდ სხვა ადამიანის, მარკიზაის შეცდომებზე ისწავლა, გამოიტანა სწორი დასკვნები და მოიპოვა გამარჯვება. ჩვენები ისევ აგრძელებენ ბაბლის ტყვეობაში ყოფნას და ფიზიკურად არ აქვთ აღარც სურვილი და აღარც უნარი, რომ გაარღვიონ ეს მოჯადოებული წრე. თუ არ გჯერათ, ნახეთ ზურაგირჩის ბოლო სტატუსი. მარკი ზაიმ პოლიტიკოსთან საუბარში ძალიან ზუსტი და სწორი რაღაც თქვა. რატომ უნდა დაიჭიროს საქმე ძველ ოპოზიციასთან? ნახევარი სულელია, მეორე ნახევარი მოღალატე. მოქმედებს თუ არა იგივე ლოგიკა ჩვენთან? კითხვა რიტორიკულია, ალბათ ისედაც ყველა ხვდება პასუხს. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ეპიზოდი. დროებით.